ხალხის ნებისმიერ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ღიად განაცხადა, რომ ის აჩერებს სვლას ევროპისკენ. ზუსტად ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ უპასუხა, რომ ქართველების სვლა ამ გზაზე არის შეუჩერებელი. რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა და დამოუკიდებლობის ჟინი არის ისეთი რამ, რასაც ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს და ამ ბრძოლაში ერთმანეთისგან განსხვავებული ასობით ათასი ადამიანი ჩაერთო ღირსებითა და სიმართლით წინააღმდეგობის ისტორიული ფურცლის დაწერაში. ჩაერთო ერთობის ისტორიული ფურცლის დაწერაში. ჩაერთო შეუპოვრობის ისტორიული ფურცლის დაწერაში, რომელიც აუცილებლად საბოლოო ჯამში დაწერს დიდ სახელმწიფოებრივ გამარჯვების ისტორიას. არჩევნების მიტაცების შემდეგ, გაყალბებული არჩევნების მიტაცების შემდეგ, ჩვენ უკვე გუშინ ვიხილეთ, რომ ღია საბჭოთა რეპრესიები დაიწყო ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ომონის ჩართულობით და ჩაატარა ჩხრეკა არაერთ ოპოზიციური პარტიის ოფისში, დალუქა ეს ოფისები, დალუქა ინვენტარები, დააკავა ჩვენი მეგობარი თანამებრძოლი პარტია ახალის თანათავმჯდომარე კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია მხოლოდ იმიტომ, რომ ჩხრეკას უნდა დასწრებოდა. როგორც იურისტი, ისი უფლებაც მას ჰქონდა. გუშინ გვიან ღამით მას შემდეგ რაც ოპოზიციური პარტიები შევიკრიბეთ თავისუფლების მოედანზე მდებარე ქორთიათ მარიოტის შენობაში სასტუმროში, რომ მიგვიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, მოხდა მობილიზება ტიტუშკების ნიღბებით სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანების და მოხდა თავდასხმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, ლიდერებზე, უბრალოდ ადამიანებზე და რამდენიმე ჩვენმა თანამებრძოლმა წინააღმდეგობის გაწევის პროცესში ნიღაბი ჩამოხსნეს ამ ტიტუშკებს და აღმოჩნდნენ ამ ნიღბების უკან მოქმედიან ყოფილი პოლიციელები. მაგალითისთვის, ერთ-ერთმა თანამებრძოლმა როდესაც ჩამოხსნა ნიღაბი, მოძალადე ტიტუშკას, რომელიც რაღაც ემპორიო არმანის ქურთუკით იყო და არანაირი ნიშანიც კი არ ჰქონდა პოლიციისა, აღმოჩნდა გდანის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი მირიან ხარაბაძე და ბევრი სხვა მსგავსი ადამიანი. მირიან ქავთარაძე. ამიტომ ყველა ის ტიტუშკა, რომელიც ნიღბით არის, სინამდვილეში არათუ ტიტუშკა, არამედ არის ეგრეთ წოდებული ომონელი, პოლიციელი და ეს დადასტურდა გუშინ, დააკავეს აი ამ პროცესში, მათი მხრიდან თავდასხმის პროცესში, როდესაც ხალხი თავს იცავდა, იგერიებდა ამ თავდასხმას. ზურა დათუნაშვილი, ჩვენი მეგობარი თანამებრძოლი, ასევე ძალიან მძიმედ არის და სასტიკად არის ნაცემი იქ ადგილზე დაკავებული საბას ხვიტარიძე მოშორებით, მაგრამ იქ უბრალოდ პროცესში, რომელიც გულისხმობდა წინააღმდეგობის გაწევას ტიტუშკებისა და არის სასტიკად ნაცემი არა დაკავებისა, არა მანქანაში, არამედ სამმართველოში, ეგრეთ წოდებული პოლიციის მეხუთე სართულზე. მხოლოდ იმიტომ, რომ მან გაუწია წინააღმდეგობა ტიტუშკას, რომელიც აღმოჩნდა პოლიციელი. ეს რეალობა, რომელიც გუშინ ახალ სიმაღლეს იპყრობდა საათობრივად, როდესაც მეტროს სადგურებში ადამიანებს აკავებდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს დროშით მოემართებოდნენ რუსთაველის გამზირისკენ. მხოლოდ იმიტომ აკავებდნენ, რომ მათ ჰქონდათ თან აირწინაღი, რომ დაეცვათ საკუთარი ჯანმრთელობა და ხუთავი გაზისგან. ეს პროცესი არ არის პარტიული პროცესი. პოლიტიკურ პარტიებს არ სჭირდება უკვე არანაირი ოფისი. ეს პროცესი არის სახელმწიფოებრივი პროცესი. თავისუფლებისთვის ბრძოლა არის, მომავლისთვის ბრძოლა არის. და ყველა ამ ბრძოლაში ვართ საკუთარი სინდისის კარნახით. და ყველა ადამიანი, ვინც კი თავს პოლიტიკოსად თვლით, რომ
დაკავებულები ვიყოთ ხვალ ზეგ მასზე ეს პროცესი არ შეჩერდებოდა ივანიშვილი არა და არ იჯერებს რომ ეს ხალხი არის ჩართული თავისით და თავისით წეს გამარჯვების ისტორიულ ფურცელს ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე ბოლომდე ამ ქვეყნის გათავისუფლებამდე ჩვენი თანამებრძოლების ნაცნობი თუ უცნობების თავისუფლებამდე ყოველი წინააღმდეგობრივი დღე გვაახლოვებს გამარჯვებასთან ყოველი ადამიანის სიმყარე სიჯიუტე სულ უფრო და უფრო აცლის ენერგიას ამ რეჟიმს და ასევე გვაახლოვებს გამარჯვებამდე პრივილეგია ყოფნა ამ ბრძოლაში და ყოველ დღე გაგრძელდება უკან დაუხეველი ბრძოლა ეს ბრძოლა არ შეჩერდება არც ერთი წამით არათუ არ მინავდება იქნება თოვლი წვიმა ქარიშხალი იქნება ეს ბრძოლა იქნება არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე იქნება არაძაალდობრივი მშვიდობიანი სიმართლითა და ღირსებით მრავალრიცხოვანი ბრძოლა სანამ ეს ხელისუფლება ეს რეჟიმი არ ჩამოინგრევა და მისასალმებელია რომ რეჟიმის ფარგლებში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უარს ამბობს ომონის დავალებების შესრულებაზე რუსული ინტერესების გატარებაზე და გვჯერა რომ მომავალში ასევე ყოველ დღე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გაემიჯნება ივანიშვილის რეჟიმს და ამ ყველაფრის მთავარი წინაპირობა გახდება ხალხი და მათი შეუპოვარი ბრძოლა თავისუფალ საქართველოს და თავისუფალ ნებას წინ ვერავინ ვერ დაუდგება შევხვდებით ძალიან მალე რუსთაველის გამზირზე ეს იყო ნიკა მელიას განცხადება, რომელიც ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ. რუსული რეჟიმის მიერ მოწყობილი რეპრესიების და პროვოკაციების შედეგად დაკავებულია ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი, ასევე სამოქალაქო აქტივისტები. ქორთიარდ მერიოთთან